დაგულოცოს ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ვედრება, შეიწიროს ჩვენი გადახდილი პარაკლისი, შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა ანგელოზთა დასი და სრულიად საქართველო დალოცოს. დღევანდელი დღის მოხსენებული წმინდანები შეგეწიოთ ყველას. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა იაკობისა, ალფესის ძისა. ის იყო კაპერნაუმელი მეზვერის ალფესის შვილი იაკობი და იყო მათე მახარებლის ძმა. ბევრი ინფორმაცია მის შესახებ არ არის. ერთი ის ვიცით, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ის მოწოდებული იყო თავად მაცხოვრის მიერ 12 რჩეულ მოციქულთა შორის თავის მასთან, მათესთან ერთად და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ის ერთხანს გადაგებდა იერუსალიმში, შემდეგ გადავიდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაგებდა და ბოლოს, რა თქმა უნდა, სულიწმინდის მოწოდებით იგი გადავიდა საქადაგებლად ეგვიპტეში და მალევე გაემგზავრა პალესტინის მოსაზღვრე სოფლებში და იქ, როგორც თითქმის ყველა მოციქულმა, მოწამეობრივად დაასრულა თავის სიცოცხლე, ის ჯვარს აცვეს და ისე შევედრა სული უფალს, შეგვეწიოს მისი ლოცვა, შეეწიოს სრულიად საქართველოს და ჩვენ დედა ეკლესიას. დღეს ასევე ხსენება არის ალბათ ძველი აღთქმის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მამამთავრისა, ეს არის აბრაამ მამამთავარი და მისი ძმის წულისა, ლოტისა. ისინი მოვაწეობდნენ ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე და ესე იგი თუ შეიძლება ადამიანის სარწმუნოებაზე ისაუბრო, თუ შეიძლება ადამიანის მორჩილებაზე ისაუბრო, ალბათ ერთ-ერთი პირველი აბრაამ მამამთავარი უნდა ვახსენოთ ასეთ დროს. მისი ცხოვრების შესახებ საკმაოდ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, წმინდა წერილიდან თქვენ ბევრი იცით მის შესახებ. მე უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო მის ასე ვთქვათ რამდენიმე გამორჩეულ თვისებაზე, ბევრ თვისებასთან ერთად, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის თანამედროვე იმ ეპოქის ადამიანებისაგან გამოარჩევდა. ის იყო, ასე ვთქვათ, დაიბადა ქალდეის ურში, ბაბილონთან ახლოს და იყო სემის თავმომავალი. იმ დროინდელი ხალხისაგან, რაც აბრაამს გამოარჩევდა, ეს არის პირველი, რა თქმა უნდა, სარწმუნოება იყო და მორჩილება ღვთისმმიმართ და ერთ-ერთი ნიშან-თვისება მისის ცხოვრებისა და დამახასიათებდა თამდევი პროცესი იყო მიგრაცია. ასე ვთქვათ, აბრაამი ქალდეიდან რომ გამოვიდა, იმის მერე შეიძლება ითქვას, რომ სულ მიგრაციაშია, სულ დადის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხდება ღვთის მოწოდებით და ეს არის პერიოდი, როდესაც მიგრაცია არ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე არ არის უსაფრთხო. ერთ აი მაშინ თუ ვინმე ასე გადაადგილდებოდა, ეს შეიძლება ვაჭრები იყვნენ, რომლებიც მიდიოდნენ თავისი რაღაცა სავაჭრო საქმიანობაზე და გარკვეული მონაგებით შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ სახლში. ასევე იმდროინდელი დესპანები, რომლებიც აღასრულებდნენ თავის მისიას, ასევე სახლში ბრუნდებოდნენ და აბრაამს რა განასხვავებს და რა გამოარჩევს ამ მოგზაურობებისგან, ის რომ ის უკან არ ბრუნდება, ის მიდის და არ იცის სად მიდის. ერთადერთი ის იცის, რომ ის მოწოდებულია ღვთისგან, მასთან ერთად არის ღმერთი და ღვთის მოწოდებით ის მიდის იქ, სადაც მას ღმერთი ეუბნება და იცის, რომ შეიძლება უკან ვერ დაბრუნდეს. შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ეს მოგზაურობა, შეიძლება წარმატებული იყოს, შეიძლება წარუმატებელი იყოს, მაგრამ ის მიდის და მისთვის თავარი ის არის, რომ ის უფლის მოწოდებით მიდის და ამ რწმენით დადის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. მეორე თვისება აბრაამისა თვისებათაგან, რომელიც მას გამოარჩევდა ასევე იმდროინდელი ხალხისაგან, ეს არის მისი ღვთისმსახურება. ეს არის პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ, ყვავის კეთსახურება, უამრავი ღმერთი არსებობდა, ყველაფრის ღმერთი არსებობდა, შეიძლება ითქვას, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, სიყვარულის ღმერთი, რა ვიცი, სვაჭამის ღმერთი და ასე შემდეგ. ძალიან ყველაფრის, თითქმის ყველაფერს თავისი ღმერთი ყავდა და
ამ ღმერთებს ყოველას თავისი მსახური ქურუმები ყავდათ და როდესაც ისინი ღვთისმსახურებას ბჭყალებში ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ, თავის კერპების მსახურებას აღასრულებდნენ, მათი სამსხვერპლოს საკურთხევლის წინ ყოველთვის იდგა რაღაც კერპი, რომელიც ასე ვთქვათ, ხილულად ჩანდა. და ეს ა ブラ ამიც რა თქმა უნდა ღვთისმსახურია ამ დროს და ემსახურება ღმერთს. ოღონდ მისი ასე ვთქვათ სამსხვერპლოს უკან არაფერი არ დგას, არც არანაირი გამოსახულება და არც არანაირი კერპი. და რო გეკითხათ იმ დროინ მაშინ ა ブラ ამისთვის რომ ვის ემსახურებოდა, ის გეტყოდა რომ იტყოდა რომ ღმერთს ემსახურები, მაგრამ რომ ვინმეს ეთქვა რომ მანახე რომელ ღმერთს ემსახურები, ის რა თქმა უნდა მას ვერ ანახებდა, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა უხილავ მიუწვდომელ ღმერთს და მას უნდა დაეწყო ამის შესახებ ქადაგება, რომ ვინმესთვის ეთქვა ეს და იმ დროს რომ ამის შესახებ ქადაგება დაეწყო, ეს რა თქმა უნდა ხილული ღმერთების, ასე ვთქვათ, ხილულ ღმერთებზე მიჩვეული ხალხისთვის ეს იქნებოდა მიუღებელი და შესაბამისად ვერ გაუგებდნენ მას, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმისა და ამან ასე ვთქვათ ა ブラ ამი არ მიდრიკა იმისკენ, რომ როგორც ყველა შესწირავდა მსხვერპლს კერპებს, იმიტომ რომ ვინმესგან რაღაცა ცუდი საყოფილიყო, ასე ვთქვათ, იარლიყი არ მიეწებათ მისთვის, რომ ის ემსახურები უხილავ ღმერთს, რატომ ემსახურები, ეს არ გახდა საფუძველი ა ブラ ამისთვის, რომ მასაც მსხვერპლებისთვის, ასე კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მან ზუსტად იცოდა, რომ ემსახურებოდა უხილავ შეუცნობელ ღმერთს და ასე გააგრძელა მან მთელი თავისი ცხოვრება. ერთ-ერთი დიდი თვისება ასევე ა ブラ ამისა არის ის, რომ მან სიკვდილი შიში დაძლია და სწორედ ამ შეუცნობელ ღმერთთან ურთიერთობით დაძლია მან ეს სიკვდილი შიში, მან სიკვდილს მიღმა დაინახა სიცოცხლე, ასე რომ თქვათ და სწორედ ამ რწმენით, ამ ასე ვთქვათ, დიდი სარწმუნოებით ის მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ცხოვრობდა. ყველას მოგეხსენებათ ცნობილი ეპიზოდი მისი შვილის ისააკის მსხვერპლშეწირვისა. წარმოვიდგინეთ რა დონის მორწმუნეა ა ブラ ამი, როგორი მორჩილია ღვთისა, რომ მას ყავდა შვილი მისი ცოლის ხარჭისგან, აგარისგან, ისმაელი, მაგრამ როგორც თავის ცხოვრებით, მაგრამ როგორც დაიმსახურა თავის სარწმუნოდან გამომდინარე, პირველი აღთქმა ღვთისგან მიეცა მას და აღთქმა იმისა, რომ მის წიაღში, მისი შთამომავლობა იქნებოდა კურთხეული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი შთამომავლობაში უნდა განკაცებულიყო მხსნელი სოფლისა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ეს უნდა ყოფილიყო მის და სარას, ასე ვთქვათ, ნაყოფის ხაზით. ეს ისააკის ხაზით უნდა ყოფილიყო და როგორც მოგეხსენებათ, მათ საკმაოდ ისეთ სარა ბერწი იყო და საკმაოდ ღვთის დაშვებით, საკმაოდ ცხოვან ასაკში შეეძინა მეორე შვილი ა ブラ ამს პირველი სარას. ისააკზეა საუბარი და სწორედ აი ამ შვილს, რომელზეც იცის, რომ უნდა გამრავლდეს მის შთამომავლობა და უნდა იშვას მაცხოვარი, ღვთის მოწოდებით მსხვერპლად წირავს, მიყავს რომ შეწიროთ მსხვერპლად და როცა უკვე უნდა დადგეს ის მომენტი, უნდა შეწიროს, სწორედ მაშინ ეცხადება მას ღვთის ხმა, მაშინ მოუწოდებს ღმერთი რომ ის გაჩერდეს და ეუბნება რომ შენ ჩემი ბრძანება აღასრულე, შენ შეწირე, ჩათვალე რომ შეწირე შენი შვილი ღმერთს და აი მის მაგივრად იქვე ახლოს გაჩნდა ბატკანი, ასე ვთქვათ, რქებით გახლა რთული და მერე შემდეგ უკვე ა ブラ ამმა იქ სამსხვერპლო ააღო და ის ბატკანი მადლობის ნიშნად შეწირა ღმერთს. ა ブラ ამის სარწმუნოებიდან გამომდინარე, როგორც მოგახსენეთ, მასზე წამოვიდა პირველი კურთხევა და ის თავიდან ა ブラ ამი შემდეგ იწოდა როგორც აბრაჰამ, ებრაულად ესე გამოითქმის, ა ブラ ამი, ჩვენ ქართულ მეტყველებაში ესე ვამბობთ, ა ブラ ამი 2-10, რაც ნიშნავს მამა მრავალთა მორწმუნეთა. ასე ეწოდა ა ブラ ამს და რაც შეეხება მის ძმის სულ ლოტს, ა ブラ ამს ყავდა ორი ძმა, ხარანი და ნახორი. ეს ლოტი იყო ხარანის შვილი, მისი გარდაცვლილი იყო ხარანი და მისი შვილი იყო ლოტი. და რა გამოარჩევს ლოტს? ის თავიდანვე ირჩევს, ასე ვთქვათ, წირობას ა ブラ ამთან ერთად. მას შეეძლო გაყოლოდა მის მეორე
ბიძას ნახორს, რომელიც იმ დროს ცოცხალი იყო, მაგრამ გამორჩეულობა სწორედ ლოტისა ის არის, რომ ის ირჩევს ა ブラ ამთან ასეთ მწირ ცხოვრებას, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რომ ა ブラ ამი ღვთის ხმას მიყვება, ღმერთს მიყვება და მასაც უნდა მასთან ერთად ცხოვრება და ის მასთან ერთად, ასე ვთქვათ, დადის ამ მოგზაურობებში იმ პერიოდამდე, სანამ მათი გზები არ გაიყოფა. ეს არის პერიოდი, როდესაც საკმაოდ მომძლავრ ა ブラ ამი საკმაოდ დიდარი იყო მატერიალური კუთხით და ლოტიც საკმაოდ გამდიდდა და მათ მსახურებში, მწყემსებში წინა წერილში ეს გადმოცემული არის, ხშირად ხდებოდა გაუგებრობა, რაღაცა მატერიალური სიკეთებიდან გამომდინარე და რომ არ ყოფილიყო მათ შორის უსიამოვნება ლოტსა და ა ブラ ამს შორის, ა ブラ ამი გადაწყვეტს და ეუბნება ლოტს, რომ დაშორდნენ და ა ブラ ამი მიდის საცხოვრებლად ქებრონში, მამრეს მუხასთან ახლოს დასახლდება და ლოტი გადავდის სოდომში და იქვე ახლოს სახლდება. ეს მამრეს მუხა ყველას გახსოვთ წმინდა წერილიდან, სწორედ აქ ხდება ა ブラ ამთან გამოცხადება სამი სტუმრის სახით, სამი ანგელოზის სახით ყოვლა წმინდა სამებისა. მაშინ ეუბნება ზუსტად ამ სამი ანგელოზის პირით ღმერთი, რომ მას შვილი შეეძინებოდა ისააკი და მაშინ ხდება ზუსტად ის ცნობილი საუბარი, დიალოგი, როდესაც ეუბნებიან ეს ანგელოზები, რომ მიდიან გაანადგურონ სოდომი და გომორი, იმიტომ რომ საკმაოდ მომძლავრდა ხალხში უშვილოება და უწესო ცხოვრება, არა გაუკუღმართებული ცხოვრება, ასე ვთქვათ და ა ブラ ამის კადნიერება აქაც ჩანს ღვთის წინაშე, როგორ ესაუბრება, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვაჭრობს, პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას ღმერთთან იმის შესახებ. აქ გამოიხატება უკვე მისი კაცთმოყვარეობაც და მისი მოყვასისადმი მოყვასის სიყვარული, რომ 50 მართალიც რო იყოს, ასე ვთქვათ, იპირებს ღმერთს, ხო გადაარჩენ ამ ქალაქს და აი ეს ვაჭრობა ბოლოს ჩამოდის 5 კაცამდე. 50, 45, 40 და ჩამოდის 5 კაცამდე, რომ 5 მართალიც რო იყოს, ხო უფალო გადაარჩინეს მხარე და უფალი ამას პირდება, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდება ის 5 მართალიც. მიუხედავად იმისა, რომ იქ ლოტი ცხოვრობდა და ლოტის ოჯახი, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს 5 მართალიც და სოდომი და გომორი მოგეხსენებათ, განადგურდა ღვთის სასჯელი მოიწია მათზე და ლოტი გადარჩა თავის ორ ქალიშვილთან ერთად და რატო გადარჩა ლოტი. და ეს ჩვენთვის ძალიან ისეთი ეპიზოდი არის და ჩვენთვის საკმაოდ ისეთ ყურადღება მისაქცევი, რომ ლოტი სოდომში და გომორში იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც ამხელა, ასე ვთქვათ, სიბილწეს უფევდა, მაგრამ ის თავისი არსით, თავის ცხოვრების წესით სოდომელი არ გახდა. ის არ იყო სოდომელი. ფიზიკურად იქ ცხოვრობდა, მაგრამ თავის ცხოვრების წესით არ იყო სოდომის და გომორის, ასე ვთქვათ, მკვიდრი, თავისი არსით. და სწორედ ამიტომ გამოირჩია უფალმა ის და ამიტომ მოხდა შემდეგ უკვე მისი გადარჩენა, გამოვიდა ის, უფალმა გამოიყვანა ის სოდომიდან, გომორიდან და ეს ქალაქები ცეცხლის წვიმას მისცა, ასე ვთქვათ. შეგვეციოს დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ლოცვა და ღმერთმა ქნას, რომ ის რწმენა და ის მორჩილება, რაც ა ブラ მამამთავარს ახასიათებდა და რასაც მთელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, მიმოღვაწეობდა, როგორც ის რწმენაც ჩვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრების თანდევი იყოს. რწმენა რა არის? პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, დაჯერება უხილავისა, უხილავი არსებისა, იმ ღმერთისა, რომელსაც ჩვენ ყველა, ასე ვთქვათ, უნდა შევიცნობდეთ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე და უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის და ეს უნდა გვწამდეს მისი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ აჰა ესე რა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი. აი ხარ.